დილით ადრე ავდექი, ქარი ჩამდგარიყო, ღუმელში შეშაც მთლიანად ჩამწვარიყო და ციოდა. გამოვხვედე ნაცარი, გარეთ გავიტანე. მერე ჯერ ხმელ ფიჩხს წავუკიდე ცეცხლი და ბოლოს გამომშრალი შეშაც შევაწყე. სასიამოვნო იყო სიჩუმეში ცეცხლის სმენა. რა მექნა დამეწყო დღე, თუ ჩაიდამესხა და ისევ ლოგინში შეუმძრალიყავი. რა მაჩქარებდა, ვინ მელოდა. წერილები ისევ არ მიმიღია, ისევ არავის მოუწერია. ისევ მარტო ჩემს ფიქრებში, ჩემს წიგნებში. ისევ უნდა ავიღო რამე თემა და მივყვე ამ თემას გზასავით, მის ირგვლივ შემოვიკრიბო ფიქრების ნაფლეთები. ზღვის ხმა აღწევს, არ ვიცი მზიანი დღე იქნება, ხეირიანად არც გათენებულა, იქნებ ჩამოიაროს პოსტალიონმა, იქნება მომიტანოს წერილები, თორემ სულ გამოვყრუდი, მგონია აღარც გახსოვარ. ერთი ძაღლი შემომეკედლა, ჩემსავით მარტოა, არ ვიცი აქ საიდან გაჩნდა, არგუსი დავარქვი. პატრონს ხომ არ გამოექცა, ან იქნებ უმადურმა პატრონმა თვითონ გამოაგდო, რას გაიგებ, დიდი სქელი ბალანი აქვს, უხმო და მშვიდია, ჯერ ამისი ყეფა არ გამიგია, არგუსი შევარქვი. ზოგჯერ ამიტანს არა ადამიანების, არა ქალის, არა მეგობრის, არამედ ქალაქის მონატრება. ქალაქის ხმების, სუნის, ჰაერის, უთვალავი სახლის, ქუჩების, ნაცნობი ქუჩების, მოედნების, ხალხის გაუთავებელი ნაკადის ამ ქუჩებზე, ხმების, წიგნების მაღაზიები, მენატრება, ბაზრები, ქალაქის ხმები, გეომეტრია, ამ ყველაფრის ერთობლიობა, რაც ჩამოვთვალე. მენატრება განცდა, რომ ამ უზარმაზარ სკაში გეგულება შენი კუთხე, შენი თავშესაფარი, სადაც გელია. მენატრება შუქნიშნები გზაჯვარედინებზე, უხილავი ხელის შეგრძნება, რაც ამუშავებს ამხელა ორგანიზმს. ჩემო მეგობარო, ქალაქი მენატრება. აქ სიჩუმეა მარტო ტალღების ხმა, ადამიანებისგან შორს, ყველასგან შორს. ტალღები ქსოვენ ამ ადგილის ხმას, ამ ადგილის გეომეტრიას. გუში მეთევზეები შევიდნენ ზღვაში. ჩემი თვალი ჰორიზონტზე ეძებს მათ ნავს, პატარა წერტილს. ისევ ქარია, მთელი ღამე ზანზარებდა სახლი, მთელი ღამე ღელავდა ზღვა, ძლივს წამოვდექი. ღუმელში ცეცხლი დავანთე, როგორც იქნა მოვტეხე სიცივე. ვისაუზმოთ არგოს, შეგცივდა, უკეთესი დღეებიც იქნება, ვისეირნებთ, ვითამაშებთ, წყალშიც შევა. ბავშვებიც ისევ გამოჩნდებიან, ცოტაც მოითმინე. ნახე რა ლამაზად ბრიალებს ცეცხლი. ესეც ხომ რამეა, ალბათ გიკვეს ჩემი ეს საქმიანობა, ალბათ ფიქრობ რას ვწერ, რას ვაკეთებ, რისთვის. ზოგჯერ მეც მეკვერს, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ სადღაც შორს იქ მეორე ადამიანს ველაპარაკები კარგია. მტკივნეულია, მაგრამ მაინც კარგი. ჯერ ისევ მინდება ლაპარაკი, ალბათ კარგია.